EUTHOS წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში ქართულ ოცნებას ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისაკენ მოუწოდებს. EUTHOS წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებს ამაღლობლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ამბობს, რომ მედიის წარმომადგენლებზე მოძალადე პირები უნდა დაისაჯონ. მოვუწოდებ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დიდ შეშფოთებას იწვევს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საქართველოს მთავრობამ უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, რომელიც თვითნებურად დააკავეს. დემონსტრაციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე ძალადობრივი თავდასხმები გამოძიებული უნდა იქნას და პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ. მზია ამაღლობელი ციხეში მე-19 დღეა შემშილობს. ჟურნალისტი ბათუმში 11 იანვარს ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით მზია ამაღლობელისადმი წაყენებული ბრალი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო არაადეკვატურია. მზია ამაღლობლის გათავისუფლებას ითხოვს 300-ზე მეტი პოლიტიკოსი ხალი საქართველოში. ხალთა ინტერპარტიულმა ჯგუფმა საერთო განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ მზია ამაღლობელი პირველი ქალი სინდისის პატიმარი ჟურნალისტია საქართველოში და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.